დილა მშვიდობის, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას გოგოებო. ეხლა მოვჩი ჭუჭს არ გიყვართ ჩემსავით, ჭუჭლის რეცვა. ყველაზე ძალიან სახლის საქმეებში არ მიყვარს ჭუჭლის რეცვა, იმიტომ რომ არ ილევა. არ ილევა. ჭურჭელი არ ილევა. გამოულებელია. სულ აიქიჩე. აქედან არ გავიდე და ვრეცხო, მაინც რაცა არის. მე თუ ჩემო. ძალიან მინდა ჭურჭელის სარეცხი მანქანა. ძალიან მჭირდება. ვერ მივართ და ფუფუნება აღარ არის, მე მგონი უკვე. თან კალონკა ზოგჯერ არის თობა. ხა ცივწყალში გავრეცხე ბოროს უკვე. ყავა მინდა გუშინის პონჩი ვიყავი ჩურჩხელავი კიდე და ცოტა მაგდარჩენილი. ხოდა შევაკან როგორ ხართ? როგორ განწყობაზე ხართ ჩემო სიხარულებო? ისე მომაყურებული ამინდი, აღარ მინდა ამინდზე საერთოდ რამე ვთქვა, გაბრაზებული ვარ უკვე ამინდზე. ვერ დათქვა რა, ვერ დათქვა. ისე საბურდაგულოდ გითხოვთავენ. აი ესეთ ძალიან გემრიელია. ამ ხალხში გადაახურია მე ძალიან ბევრი ტურისტი ხო იცით და ეყიდებათ კამერას მანდ. ია გადავიდა აიქოსზე. გუშინ მაგიტო ვიყავით ის ფრენჩი. აპარატი იყიდა. მე ხო უთხარი. არ მჯერა მეთქი თუ დაანებებ თავს. ხუთავი აირი ბოლი. ფაქტიურად არა აქვს ამას. უდავდა უკვე ის სიგარეტი. იმიტომ დაანება თავი, მაგრამ საერთოდ ვერ ანებებს. სამწუხაროდ ვიპირი და არც მოეწონა. ახლა აიქოსი ახუთავა. შედარებით არის უფრო უკეთესი. სუფთა. ნახოთ. მე საერთოდ არ მინდა. მოწიოს, მაგრამ
ვერ გამოდის. რაც უკეთესია ის მაინც. ეთი კომენტარები უნდა ვნახო გოგოებო. აი თქვენთან ერთად არ მინახია დღეს. სულ კომენტარებს თუ ვინმე გამოგზავნის, სკრინავ და ვინახავ. იცოდეთ. კი, ჟანა კარგი გამოდის, მეც გამიკეთებია ბევრჯერ, ოღონდ ფენა ვაწყობ ხორცს და წვანილებს უტყემაც, ხო, ფენა უნდა ზელმა. ზელმა არის, ხო? კი. ვამატებ ღვინოს, ცხიმს და სულ ეგაო, ჩემო ლამაზო გოგო, ეხლა გამახსენდა მკერდით. კი არა, ქათმით ვამზადებ ქათამს პატანაჭრებად ვჭრი, მწვანე ქვეყნის ქათამი უგემრიელესია, სოფლის ქათმის გემო. არ ვიცი, სად უნდა ვნახო. ზელმა სად ვნახო მწვანე ქვეყნისო? კი. ხო, აი. შენ რო კბილები გაიკეთე, მადაო. კარფურის გვერდითო. ხო, იცი ხო, ეკბილის კლინიკა. მან ცხოვრობს მგონი ზელმა. ვნახავ. მე სულ ქათამს ვყიდულობ. საქონელს და ღორს არ ვყიდულობ, ხო იცით? გემრიელად გამოიყურება ჩაქაფულიო. კი, ძალიან გემრიელი გამოვიდა. აი მართლა. ზუსტად ეგეთი გემოაქ ახლა რა, როგორც ღორის ხორცისა რო გააკეთო, უბრალოდ ქათმით არის და მე ვფიქრობ, რომ რადგან ნიკაც უფრო მეტად ქათმის ხორცს ჭამს და რა ვიცი, ბიუჯეტურიც არის. მომწერა და მზეები, ნონა, ხათუნა, მგულები. ჯერ ვიდეოებს გადავავლე თვალიო ნატამწერს. ძალიან საყვარელი ხართო, შენ თითიკოს რეცეპტებს რეცეპტი ამოვიწერეო. ეროქს ვაკეთებსო. ნიგვზით და ბლის მურაბით. უნდა გავაკეთო, ისე გემრიელად გამოიყურებო და ვიდეოში ხო დედაჩემმა იცის ძალიან მაგარი პიროგი მე არ გამომდის ეგეთი. ხელზეც არის დამოკიდებული ალბათ. მოგესალმები ჟანიკო, ეს გამოვაქვეყნო. გამავიწყდა. ახლა როგორი კვებებიო, ნინო მწერს. ისე შეზღუდულად მიითმევო, არა. არა, მაგრამ ძალიან ცოტას ვჭამ. ჩაქაფული ვიცით ბატკნის ხორცით გენაო. ვიღაცა მომწერა. არა აქ სახელი. ესე იგი უსახელო კომენტარები ახონო ცოტა ესეთი რაღაცა. აი ხო არის ხლა ეს ცოტათი დამცინავი. გამოვაქვეყნე. გამარჯობა ჟანა, რომიანას იყენებ, იგნებ დამიწერო. თინიკო მომწერა. ჟანიკო ლელა მომწერა. ახლა ქართულის გაკვეთილები წამოვიდა უკვე, აი თქვენთან ერთად ვაქვეყნებ სიტყვებს რო გისწორებენ. როგორ გელოდები ჟანაო, მადლობა ჩემო ძვირფასო. მე არა მაქვს ლექციები. ჩემი არის ყოველდღიური ვლოგები. ქართულის ლექტორი არ ვარ.
Kimdeliya. Rumiyana smarop. Navneshi vide. Kaçınıp. Aldı koy. Çemi rumiyana. Ძალიან მიყვარს. ძალიან კარგია მართლა. Rumiyana თუ blush. რა ვიცი, ერთი და იგივე მგონი იქული. ეს არის highlighter. ეს rumiyana. Mirabellasია. Mirabella. ისეთი 15 ლაინი ვიცი მგონი, ძვირიც არ არის. და ხარისხია იდეალური. ორს ვისმევ გოგოებო, შიგნით დღევაც ვისმევ. გადავიღებ მერე ჩემი ყოველდღიური მაკიაჟის ვიდეოს. მერე პუდრით ვაფიქსირებ თლიანად სახეს და მერე ვისმევ ამას. რა მივიჩვე? მალე ვიკეთებ უკვე. რო ვსწავლობდი, ცოტა დიდხანს ვუნდებოდი და ეხლა მივიჩვე. ეს არის ნამდვილი ქართული ჩურჩხელა. სახით არ გამომდის ესეთი მე. ხუთი და ღირს, მაგრამ ღირს. ნამდვილად. ეს არ ვიცი რა გავაკეთო. საჭმელი. რა მოვიგონო? ობეცვა. ეს ამბავია. გემდიელი იყო ჩურჩხელასთან ძალიან ყავა. ბანანთან, ჩურჩხელასთან არის უგემრიელესი. შოკოლადზე ბევრად უფრო
კარგი, მაგრამ შოკოლადიც ხანდახან მინდება ხოლმე. ყოველდღე არ მინდება შოკოლადი. აღარ მინდება გოგოებო. შეკრებას კიდე რაც შეეხება სახში რასაც ვაკეთებ მე საჭმელს. ყველაფერს მივითმევ აბსოლუტურად, რაღაცა ჩემთვის არაფერს არ ვაკეთებ, სარკე უბრალოდ დილით აი დღეს ავჭამე მაგალითად ყავა მინდოდა და ყავა დავლიე. მინდა ხოლმე რომ დილით რაღაცა ვჭამო და მერე დავლიო ხოლმე ყავა რა. არ მინდა უზმოზე ყავის დალევა, მაგრამ ახლა ჩურჩხელა რომ მქონდა, ჩურჩხელაც ნოყიერია და არ აუშავს. დილით ჩაქაფულის ჭამა მია შემიძლია. ახლა ეგ მაქვს ხო საჭმელი და ვერ შევჭამ ნამდვილად და კვერცხიც არ მინდა, მე მძიმება ძალიან დილით ესეთი რაღაცეები ახალ გაღვიძებულზე. ანუ ყველა პური ძალიან მიყვარს დილით ტოსტერი, მაგრამ იმ წუთში არ მაქვს. და ზოგჯერაც მაქვს ხოლმე, გერკულესი მაქვს, მაგრამ არ მინდა გუშინ მჭამე და დღეს აღარ მინდა. რაღაცნაირად ჩემ თავს ვუსმე ხოლმე რა მაქვს სახში და რა მინდა რომ ვჭამო. გადასვლითაც ესე უცბად ვერ გავიქცევი. თავარია დოზები გოგოებო. დოზა რამდენს მიითმევ და არა ის რა სჭამ ახლა სახში რასაც ვაკეთებ ყველაფერს. სახლის საჭმელი ეგრეა გოგოებო. მე ვცდილობ რომ რაღაცა ჯანსაღი იყოს ხოლმე და მაინც როცა კერძი მზადდება სახში ქვაფში ხო ის ჯანსაღია. ეხლა ცოტა ხანში ჩვეულებრივად ჩაქაფულს მივიტვი ძალიან გემრიელად. ოღონდ რაღაცა აი ამდენ შუჭა მეც ვევჭა დამპატარავდა კუჭი. ოპერაციით არ დამპატარავდა კუჭი. მარტო ოპერაციით არ გეგონოთ რომ კუჭი პატარავდება. თქვენ თუ დიეტაზე დადგებით სწორკვებაზე და ულუფებს შეამცირებთ, კუჭი დაპატარავდება და მე რო შეჭამთ საჭმელს, თვითონვე გეუბნება რომ всё მეტი აღარ შემიძლია ახლა. მორჩა გეყოფა დავნაყდი და ჩერდები ვეღარ შეჭამ. აი მეკეტება ხოლმე ვეღარ ჩადის. თავიდან ისეთ გემრიელად დავიწყებ ხოლმე ჭამას და ძალიან ცოტას ვჭამ, იმიტომ რომ ეგ მე მყოფნის და მანაყრებს, იმიტომ რომ დაპატარავდა კუჭი. აღარ არის დიდი, ხო? არც იყო ჩემი კუჭი არასოდეს ძალიან დიდი, იმიტომ რომ საჭმელს არასდროს ავჭამდი მე ბევრს და დიდ რაოდენობას, მე ტკბილით ვსუქდებოდი. ტკბილიც მოვაგვარე და იმდენად აღარ ჭამ და ხედავთ თქვენ, ადრე როგორც ყოველდღე ვჭამდი ტკბილის ფუნთუშებს და ვაცხობდი და მთელი ამბები ჩემთან ეგეთები აღარ ხდება. გაკოცეთ და წავედით როლებით. წარმატებები ყველას, ვისაც გსურთ წონაში დაკლება გოგოებო.